მზარდი ქმრები. უფრო სწორედ მხოლოდ ქმრები იყვნენ. ასეთი კაცი ცოლის შესართავად იბადება მხოლოდ. ცოლის შერთვის შემდეგ მის დანამატად იქცევა, თუნდაც საკუთარი დამოუკიდებელი ხასიათი აღმოაჩენს. შემთხვევით შემხვდა ბატონ თემური აეროპორტში. გადაედო ფრენა. იქ ბატონმა თემურმა მითხრა რომ ესეო და ესეო წამოდიო თეატრშიო, მეც ბევრი არ მიფიქრია. მე ვარ დღეს ჩავალაგე ბარგები წამოვედი. რაც შეეხება იმ აეროპორტის ავად სახსენებელ ეპიზოდს ის რა თქმა უნდა შემთხვევითობა იყო, მაგრამ ყველა შემთხვევითობას თავის ლოგიკა აქვს. მე ძალიან რა ვიცი, რამოდენიმე ბევრად უფრო ადრე ამ ეპიზოდამდე, რამოდენიმე წლით ადრე, პირველად როცა ვნახე მიშა მეტეხის თეატრში, მე რამოდენიმე როლში ვნახე, როგორ გითხრათ, ძალიან მომეწონა. როდესაც მოსკოვში ვნახე და აღმოჩნდა რომ ეს არის უთეატროდ, აი ამან სრულიად იმას რანაირად უთეატროდ შეგიძლია მეთქი? არა, კი მიჭირს, მაგრამ რაღაც აი ამან წარმოშვა გესმის თორემ ახლა კი, შემთხვევითობა იყო ის რომ იმ დღეს შევხვდი. შეიძლება კიდე ერთი წელი არ მენახა და მე გამეგო რომ ეს ადამიანი არის უთეატრო. და მე მგონი არც მას საუგია არაფერი ამით. ქართველი ადამიანი თავისთავად ისედაც ნიჭიერია. არ აქვს ამას მნიშვნელობა მზარეულია თუ პარიკმახერია თუ თეატრის მსახიობია თუ პოლიტიკოსია თუ რაღაც ცოტა ვერა ვართ კარგად ჩვენ. და ამ შემთხვევაში ამ ნიჭიერებაზე მინდა მეთქე ხაზი გაუსვა რომ თითქოს და ყველა კარგი არტისტია ხო ამ საქართველოში განსაკუთრებით, მაგრამ არიან კიდევ არტისტები ვისაც უმართლებთ, ვისაც განსაკუთრებული ქარიზმა დავარქვათ ამას თუ გინდათ, ხო? ეხლა მიშა გარეგნობითაც არ იყო ეხლა ეს რო შეხედავთ შვარცენეგერი და ალენ დელონი, მაგრამ ყოველთვის იწევდა რაღაც სიმპათიას. გამიგონია კიდეც, აი ჩუმად ნათქვამი სადღაც შეხვედრებზე ყოფილვართ და გოგოებს გადაულაპარაკებიათ ერთმანეთს. საინტერესო ტიპია, ონდეს ისე ითქმება ხოლმე, რომ საინტერესოს გარდა არის მომხიბლავი და სიმპათიური შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც მამაკაცი. ხო და მიშას გაუმართლა კიდეც ამ ქარიზმამ თუ ყველაფერი რაც გინდათ ის დაუძახოთ, მაგრამ ფაქტია რომ უნიჭიერესი ადამიანი იყო. დავაკვირდეთ, შეიძლება ისე ჭახეთ არ ჩანს ეს სხვაობა, მაგრამ აი თამაშობს მეფელირში, თამაშობს მარად ქმარში და თამაშობს არტში. ის ხომ პრაქტიკულად სხვადასხვა ესთეტიკაშია, სხვადასხვა. ეს და ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ ეს მას დიდი ტანჯვის შედეგად გამოსდის. ესე იგი, მას იოლად შეუძლია ის სამეთყველო ენა, ის მანერა, რომელიც ამ თუ იმ სპექტაკლს ჭირდება, ადვილად შეითვისოს და იმაში იმოქმედოს. თითქმის არ მახსენდება მსახიობი ქართულ თეატრში და კინოში, რომლის ერთი სიყალბე მაინც არ შემემჩნიოს მის შესრულებულ როლში. აი არასოდეს ყალბი და პათეტიკური არ ყოფილა მიშა გომიაშვილი. უფრო თანამედროვე, უფრო ბუნებრივი და უფრო ორგანული მსახიობი მე თითქმის არ მახსენდება. ეს იყო არტისტი, რომელსაც რაღაცა ძალამ ზემოთ თქვა, რომ გაჩნდეს მიშა გომიაშვილი და დაიბადა მიშა გომიაშვილი. არჩილ გომიაშვილის ოჯახში დედაც არტისტი იყო, მამაც არტისტი იყო, ამიტომ ამ ყველაფერს აი ამ ატმოსფეროში უყურებდა და თვითონ იყო დღესასწაული. მე ყოველ წელს გიждდებოდა ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე და მიშა მომყავდა ყოველ წელს ჩემ სტუდენტებთან. როგორ მოდიოდა იცით? ამ დღისთვის იყიდიდა საათს, იყიდიდა ფეხსაცმელს, შეიხსნება რამდენიმე ფოლაგს და
აი აუდიტორიაში შემოსლის წინ შეიპყურებდა სუნამოს და შემოვიდათ. არტისტი მოდიოდა, აი რაღაც აი დიდი მნიშვნელოვანი ბრენდის სარეკლამო დაფიდან გადმომხტარი მნიშვნელოვანი ფიგურა. ასე არაფერი არ გამოვა. ერთი ეს მითხარით, თქვენს მეუღლეს წარსულში თუ გასჩენია ასეთი უცნაური იდეები. ამ 6 წლის წინაც ვერ იყო კარ. ეკებს წერილიც კი მიწერა, მეშია გონება არ ამერიოს. არა მე ნამდვილად ვერ ჩაგეძიებით. ეს ან ოჯახური საიდუმლოება, ან რაღაც ამდაგვარი. როგორც ჩანს, ამ ამბებს ღრმა ფესვები აქვს. კეთილი ადამიანი იყო და სულ ვეუბნებოდი, რომ ეს შენი იმიჯი, რაც მოფიქრებული გაქვს, იმის დასაფარად არის, რომ ძალიან იოლად შეიძლება ადამიანმა დაგჭრას და გადკინოს და იფარავ თავს ამ რაღაც ძალიან ესეთი ჩემთვის ასაცილო იმიჯი იყო, იმიტომ რომ სრულიად სხვა ადამიანი იყო შიგნიდან. მერე უკვე შევხვდით ერთმანეთს პირველად სცენაზე თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მამა, სადაც მიშა პატარა როლს თამაშობდა და სულ ერთი სცენა ჰქონდა, მაგრამ ძალიან მიყვარდა ეს სცენა. მაშინ მივხვდი, რომ არის ძალიან კარგი მსახიობი. იმიტომაც უყვარდა ბატონ თემურს ეტყობა. იშვიათი მსახიობია ქართული სინამდვილისთვის თეატრშიც და კინოშიც. მოიფიქრე! თექსები, გაცხენებული გაარვარებული თექსები, ეხლავე მოგარჩევ! არის ზევა ეხლა ხან მოიფიქრე! ეხლავე ვიფაქო! ეხლავე გავცამქადებ! იშვიათია საერთოდ სპექტაკლი და როლი, რომ ასეთი გაუსვლელად ორი მოქმედების განმავლობაში არ გადიოდეს მსახიობი, ესე გმირი და ეჭიროს ეს მთელი რიტმი, ტემპი, ის განწყობილება და ის რაღაც ისეთი მოვლენა, როგორიც არის დაუშვათ ამ სპექტაკლში დასმული ეს საკითხი. ესე იგი, ორი კაცი ეჭიდაება ერთმანეთს. ესე იგი, მე ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, ხო იცი? მე ახლა არ ვიცი, ზოგი შეიძლება არსებობს ასეთი ნაწარმოები, მაგრამ რომ არ გადიოდეს მსახიობის სცენიდან და ასე თავიდან ბოლომდე ეჭიროს ეს რიტმი, ეს არის იშვიათი შემთხვევა და არ იყო ახლა ძალიან ახალგაზრდაც არ იყო, მაგრამ არც ისეთი ხანშესული იყო მიშა მაშინ, რომ აი ესეთი რამე მე მგონი მას არ უთამაშია ჯერ. და მიხაროდა, რომ ასეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოვიდა თეატრში, უცებ შემოვიდა მარჯანიშვილის თეატრის რიტმში, მის გემოში, დაუოკებელი რიტმული ტემპერამენტით. შეიძლება რაისი ფოტოგრამ ის მოგარჩა! იყო ძალიან მოულოდნელი, კვეთრიც იყო, იუმორით ახსავსე, იყო შემიძლია ვთქვა, გარდა ამ ყველაფრისა, წამომყოლი, ძალიან ბევრ დამაინტრიგებელ ამბებზე, ეტყოდი რაღაცას, თქვათ, მოყვებოდა და ერთი უცნაურად კაი თვისება კიდე ჰქონდა, რომ როცა რაღაცა მოგონილ და მე მიყვარს ხოლმე ცხოვრებაში საერთოდ რაღაც მოგონილი ისტორიების შესაღება, ასე ვთქვათ, ხო? ნუ ვიღაცისადმი. და ამაზე მოყვებოდა ბოლომდე. ანუ ეს ის არისო, რომ მაინც არას მელაპარაკები და რაღაცა და რაღაცა. ძალიან ამ ხრივ ძალიან გულახდილი და გულღია პიროვნება იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, იყო ძალიან ფაქიზი მსახიობი. აი ძალიან ფაქიზი, ნიუანსების შემგრძნები, მთლიანად აღიქვავდა როგორც როლს, ასევე შეიძლება ტრაგიკომიკური ელემენტები შემოეტანა, ტრაგიკულიც და კომიკურიც.
ცალ-ცალკე, ანუ ძალიან დიდი დიაპაზონის მსახიობი იყო. ერთ-ერთი შეიძლება ითქვას წარჩინებული მსახიობი, როგორც არა მარტო იმ თაობაში, არამედ თანამედროვე ქართულ როგორც კინოში, ასევე თეატრში. დილით მოვიდა და გამოაცხადა დირექტორთან, რომ ისო რაღაც ვერა ვარ კარგათო და მოდი დღეს საღამოს ნუ ვითამაშებთ სპექტაკლს. ნაირად თოქახარო და ალბათ რო ყოფილიყავი კიდევ. არა, არ შემიძლიაო რა დღესო და ვერ მოვალო და წავიდა და გონია რომ ეს სიტყვაა და მეტი არაფერი. მართლა არ მოვიდა. გაუშვით თეატრიდან რა გვექნა? ბაბა, რა გვექნა? სხვა რა გზა იყო. ხო, მაგრამ მე ისევ მოუშვით, ისევ შემოუშვით, იმიტომ რომ ამ თეატრის ენაზე ლაპარაკობს ეს კაცი. ისე იულად მოხდა რაღაცა ერთი წრის შეკორა თავის თაობის ხალხთან განსაკუთრებით და მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ აქ საერთოდ ეგ თაობა ძალიან ძლიერია. აი ეს ხნის ხალხი. აქ რო არიან, აი სხვებიც არიან, მაგრამ არ ამგონია რა, რომ ამ თაობის ხალხი სადმე იყოს ესეთი და ამდენი. მოდი აი გეხვეწები, აი ქედა შეხედე, ძალიან თხოვ რა, მოდი. თხოვ, მოდი, ნუ. აი შეხედე რა, გეხვეწები, აი როგორი ხაზებია, ხედავ, რა? ხედავ. ჰა? აი როგორი ხაზები. აი ეს რა? პლასტირია თუ რა უბედურებაა ეს რა? მოხარშული ცელულოზა. დიახ, მხატვრები კრაფტს ეძახიან. ო, თვითონ გააკეთა მაესტრომ თავის ხელით. კარგია, რა არა, მაესტროს რომ ეძახო. შენ აბა რა დაუძახო? რა ვიცი, მხატვარი და რა გვარია მე მაგის. მხატვარი ანტრიაძე. ხო? ვახერხებდით ერთად თამაშ მე, ზურა, მიშა, ნუ აქ ის ცალკე გადასაღები იყო ვიღაცას უნდა ალბათ აი ფარულ კამერებს რომ ეძახია ვიღაცა ჩვენი საგრიმიოროში ყოფნა ერთად ვისხედით ხომ ეს საგრიმიოროში ჩვენ სამი როცა სპექტაკლისთვის ვემზადებით ვიცვლით გრიმს ვიკეთებთ რაღაც ტონს ვისმოთ აი ხდებოდა ხოლმე ყველაზე საინტერესო ამბები კამათი ჩხუბი გინება ვიწყეთ აი ეს უნდა ჩაეწერა ადამიანს ეთყობა ეს ყველაფერი და ამაზე საინტერესო კინოს ვერავინ ვერ ნახავდა მე გინდა არ გინდა ჩვენ გმირებს ვემსგავსებოდით ხოლმე მე ყოველთვის შემრიგებელ სიტუაციას ვირჩევდი ხოლმე ესენი უფრო ხოცავდნენ ერთმანეს და რაღაცა აი რომ თავდებოდა სპექტაკლი მე ისე ჩვენ ვიყავით მე ზურა და მიშა და შენ ყოველთვის საკონფლიქტო პირობებს გიქნი რა თქმა უნდა რა იყო ვერ თქვენ გამაგიჟებთ არა თქვენ მე ამატირებთ თქვენ იტირე აი არ იტირე ასა კონკრეტულად მაგას როგორ მე ვანიკო ყველაფერი ხელს გიწყობს ჯოჯოხეთის მაშხალაზე ქოწინდე უამრავი სპექტაკლი აქვს გაკეთებული ერთი მეორეზე უკეთესები ბატონ თემურს დასაგვირულია გენიოსი იყო ადამიანი მაგრამ ჩემთვის პირადად არტი ეს იყო თემური შეიძლება ბოლომდე არ ტყდებოდა მაგრამ ეს იყო აი ზურამ დაარქვა კარგად ჯაზი იყო ეს არ იყო ეს აი იწყებ ხო დაკვრას და რითი დამთავრდება საით წაიყვანს თემა თვითონაც არ ვიცოდით პიესაც ისე არის დაწერილი რომ აი რო გითხო რაზეა პიესა ხო ვერ გიპასუხებს ვერავინ იმიტომ რომ არაფერზე არ არის თითქოს მაგრამ იმხელა სიყვარული დევს იმხელა სევდადევს ამას რომ თავდება სპექტაკლი მე აღიქვავს მაყურებელი რამდენი მოსულა და უთხოვს რომ კაცო ვიცინე გულითო ცოტა ამეტირაო ისაო და მე ერთი კვირის მერე მივხვდიო რომ რაღაცა მაწუხებს მაგრამ რა მაწუხებს რა აღმოჩნდა რომ ის არტი მაწუხებს თუ მე ვარ იმიტომ რომ მე ვარ ნუ მაშინ შენ ხარ იმიტომ რომ შენ ხარ ეს ნიშნავს რომ მე ვარ და შენ მაგრამ თუ მე ვარ იმიტომ რომ შენ ხარ შენ მაშინ შენ ხარ შენ იმიტომ რომ მე ვარ აქედან გამომდინარე
მე არა ვარ. შენ აუცილებლად რომ ჩავიწე. აი, გებიჭო. რამდენ სუფთი მაკაც, რამდენ სუფთი. 15 ლარს კვირაში ვარ. კარგია. შენ თავარი არის ბიჭო თორე. ყოველი სეანსის დამთავრების შემდეგ ეს იდიოტი ხრების ხელში აძლევს ფულს, გაიგე? რათა ფროიდის თანახმად უნდა შეიქმნოს ფულთან განშორების სევდა. როცა მიშა მუშაობდა, ჩანდა რომ ის გააკეთებს ამას აუცილებლად კარგად. ის იყენებდა თავის გარეგნობას, რა ვიცი, აი ერთხელ ოქროს კბილები გაიკეთა რაღაც სპეციალურად, რაღაც პარიგმახ დალაქს თამაშობდა, ქართული ფილმი იყო რაღაც და კეთი კანტიძე და ესენი და ძალიან სასაცილო და საყვარელი გმირი გამოვიდა. მე არ ვიცი, ახერხებდა გასი ყველაფერს ახერხებდა. მისი პროფესიონალიზმი მაოცებდა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ნერვიულობდი გადაღების დროს, მაგრამ პროფესიონალიზმი იმ გაგებით, რომ ისეთ ზუსტ და სწორ სიტუაციას ქმნიდა და დიალოგებს და აი ოღონდ ესები არ გიხსნიდა რაღაცას, აი თავის ქმედებით გაიძულებდა და ნუ ცოტა ოდნავ თუ გესმის რაღაცა პროფესიის, ალბათ ალღა უნდა აუღო და აბსოლუტურად მას უყურებდი, იმიტომ რომ ძირითადი პერსონაჟი მიშა არის და თვითონ იქაც მიშა ქვია პერსონაჟს ფილმშიც. და ბოლოს ესეთი მომენტი გქონდა, რომ ერთი მძიმე სცენაა იქ საკმაოდ და რო ვითამაშეთ ეს სცენა და რო გააჩერეს უკვე გაჩერდა გადაღება ესე ხელი მომარტყა რომ მაინც მაგრები ვარ თორე ანუ არ გაუმტყუნე მისი იმედები ასე ვთქვა და მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. მიშა იყო უნიკალური მსახიობი, ძალიან ნიჭიერი. მას შეეძლო ყველა ჟანრში მუშაობა. როგორც კომედიაში, დეტექტივი, დრამა. მას ჰქონდა ძალიან დიდი დიაპაზონი სამსახიობო. მაგალითად, ჩემ ფილმში, ჩვენ ორ ფილმზე ვიმუშავეთ ერთად. ეს იყო უშენო მდგომი მოკვდები, სადაც თამაშობდა ფსკერზე მყოფ ბარიგას და მეორე ფილმი იყო 900 იქით, სადაც თამაშობდა თავის სამშობლოზე შეყვარებულ პროფესორს. თქვენ რომ ნახოთ ეს ფილმი, მიხვდებით რა მხელა დიაპაზონი აქვს სამსახიობო ოსტატობის მიშას და როგორ შეუძლია ორი სხვადასხვა პერსონაჟი შექმნას. ის იყო ძალიან მარტივი ადამიანი ურთიერთობაში, მას მეგობრობის მეტი შენგან არაფერი არ უნდა და ძალიან ადვილი იყო მასთან მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი კაცი იყო ბუნებით და ნახევარ სიტყვაში ესმოდა ფაქტურად რა გინდოდა შენ მისგან. ამიტომ მე პირადად მაგასთან არასოდეს პრობლემა არ მქონია მუშაობის დროს. ბიძა, მოდია. ჟენ, აბა ვინმეს ხედავ კიდეა. რა გინდა? ზე ვიყავ. მესმის ჩემო ბატონო, მაგრამ აქ ძალიან საშიშია, გესმით? ცით კატასტროფა უხსნი ომია და საშიშია თქო. ითხოვს შია. თქვენ კატას რა ქვია? ნიჩე, ესეც ჭკვიანია? ძალიან. ნამდვილად რეინკარნაციის შედეგია. ბიჭო, ბიძაჭა, საბავდე ხარ, დავითვლი და დახვეული გქონდეს აქედან რა. სისასტიკეში და სიყალბეში ცხოვრობს ადამიანი. რა ბრძანეთ? არა, მე არა ნიჩემ ბრძანა. ოღონდ ჩემმა კატამ არა, იმ ნიჩემ. მიშა თამაშობს და აკეთებს როლს, რომელიც არის თითქოს იუმორით ახსავს თქო. აი ეს დაახლოებით 2 წუთში იუბება. და რეალურად ვიცი როგორ დაიღუპა, როგორც ცხოვრებაში რა.
აი ყველაფერი ესე იყო და მე უცებ ბახტა მიშა აღარ არის. მე არ დამავიწყდება მისი პროფესიონალიზმი. აი როგორ განეწყობოდა ის აი ამ როლის გადაღების წინ, აი როგორ ემზადებოდა, იცით, ყველასაგან განსხვავებულად, უცბად გაჩუმდებოდა, უცბად ჩაფიქრდებოდა და დარწმუნებული ვარ მაგ დროს მთლიანად ხედავდა იმ თავის როლს, რაც უნდა განისახიერებინა. თვითონ მიშა იყო აბსოლუტურად სხვა პიროვნება. აი მთლიანობაში რო გითხრათ, ეს იყო სუპერ ვარსკვლავი, რომელიც აი ვერ განხორციელდა ბოლომდე. მოკლედ ერთი სიტყვით რო ვთქვათ რა, ეს იყო ძალიან დიდი მსახიობი და დიდი პიროვნება. კინოგენიურიც იყო, სცენოგენურიც იყო და ნიჭიც ჰქონდა და არაჩვეულებრივ რეჟისორთან უწევდა მუშაობა, ანუ სულ ჩანდა, მაგრამ ბევრად იმაზე ნაკლები ითამაშა, ვიდრე შეეფერებოდა მის მონაცემებს და ასეთი დონის მსახიობს. ცხადია ძალიან ამას სულ ამბობთ, ყველა ადრე წავიდა, მაგრამ მიშა მართლა ადრე წავიდა. არარეალიზებული წავიდა, ჩემთვის ეს არის ადრე. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. მას კიდე ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. იმიტომაც ჩემთვის მაგალითად ყოველთვის როცა მსახიობი თავის თავს ვეღარ აკონტროლებს, ეს ნიშნავს, რომ ის რეალიზებული არ არის. მას არ ჭირდება არაფერში, რომ ფორმაში იყოს. და ეს არის ძალიან ტრაგიკული სანახავი. ძალიან განვიცდიდი მიშას ესეთ ცუდად ყოფნას. და ბოლოს რო ნახე დიდხანს ვიყავი წასული ქვეყნიდან და რო ჩამოვედი, იყო გიო ხურციშვილის ბოლო რაღაცა კონცერტის შემთხვევით ტელევიზიაში წავაწყდი და იქ მაყურებელს ვაჩვენებდნენ, მიშაც აჩვენეს გომიაშვილი. არავითარი განსხვავება გიოსა და მიშას შორის არის. ორი კაცი ერთად დავიტირე, მივხვდი, რომ ეს ამ ორმა კაცმა დაასრულა ცხოვრება. მიშა იყო ის არტისტი, რომელიც აი საუკეთესო გამოხატულება ინტუიციის არტისტისა. მიშა არ იყო ყველაზე უფრო განათლებული კაცი, ვინც მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ მიშამს რაღაც ინტუიცია, აი ზემოდან დაბერტყელი უნარი ჰქონდა ის, რომ აი ზუსტად გრძნობდა როგორი უნდა ყოფილიყო მისი პერსონაჟი. მის ხალი ზედმეტი არ ჰქონდა არაფერი და მის ხალი დანაკლისი. ვისთანაც არ უნდა ემუშავა, იყო ეს მედია კუჭუხიძის სპექტაკლები, თემურ ჩხეიძის სპექტაკლები თუ ის. ამიტომ იყო მიშა უძვირფასესი ქართული თეატრისთვის და ქართული კინოსთვის. აი მიშას ადგილი დარჩა ცარიელი. სულ რამდენიმე კაცის ადგილი დარჩა ცარიელი ქართული თეატრის თანამედროვე ყოფაში. ყოველ შემთხვევაში დღეს რო აი იმ როლს ის აი რა ძალიან ხშირად მიფიქრე, რომ ეხ მიშა რო იყოს. იმიტომ რომ სხვა მნიშვნელობის და სიღრმის არტისტი იყო. ხშირად უკითხავთ ჩემთვის, რომ ბედნიერებასთან დაკავშირებით. აი როდის იქნები და იქნებოდი ყველაზე ბედნიერია. ისეთი იოლი გასაცემია პასუხი ამაზე, რომ მეტი არ შეიძლება. აი ხარ რო შემეძლოს ავიდე დავრეკო ზარი და კარი გამიღოს დედაჩემმა და იქ სადღაც მამაჩემი იჯდეს. აი ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება მაშინ.